ქართული ენა ხო გაყინა. რაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა, ეხლა თანამედროვე ქართველს შეუძლია დედანში წაიკითხოს და გაიგოს. ეხლა შეიძლება რაღაცა ვერ გაიგო, ძველი სიტყვა იყოს, მაგრამ რამდენჯერმე რო წაიკითხავ კონტექსტიდან უეჭველი გაიგებ. ეგ არ არსებობს არც ერთ სხვა ენაში. ანუ ყველა ენაში რო გადახვიდე რამდენიმე საუკუნის წინ სხვა ენა დაგხვდება და ვერ იგებ რა. მარტო ქართულს იგებ. ანუ ქართული ვეფხისტყაოსანმა გაყინა დროში ასე ვთქვათ და კიდე მომავალი თაობებიც რო გავაწლები, ვეფხისტყაოსანს მაინც გაიგებენ და ჩვენ ქართულსაც გაიგებთ. და თან ისეთი რაღაცაა რომ ვერ ითარგმნება და ეგეც რას ნიშნავს იცი რომ ცოტა ის sci-fi ფილმი რო წარმოიდგინო და რაღაცა ის განძის ყუთი რო იდგას რაღაცა ეგეთი და რომ მიხვალ და ესე რომ დაადებთ იც და ქართველის დნმ-ი თუ იქნება რომ მაშინ იგებ მარტო. იმიტომ რომ თუ გადათარგმნე ყველაფერს კარგავს. ვერ ითარგმნება ნორმალურად. ის არის კაი მაგალითი მაგისთვის. ყველს ახრელად ამოიყვანს ენად კვლავ მოუბარი. ეგ რო გადათარგმნა ძალიან დებილობა გამოვა რა. ან აზრს სწორად ვერ გადაიტან, ან უნდა დაწერო ორი ფურცელი. ეგეთი თან ბევრია ეხლა რომ სულ ეგეთია და და ის ხო გაიჩითა ვიღაცამ დაწერა გასაგები ქართული. კლიანი ტომი გამოუშვა თანამედროვე ქართულით რა ვეფხისტყაოსნის. ხო, მაგრამ ანუ ხო ეხლა სასაცილოა მაგრამ მაგრამ ის არის სიგიჟე რომ ეგეთი ლეველის რაღაცა რო არსებობს ქართულში და ქართველი რო უნდა იყო რომ გაიგო, ეგაა სიგიჟე. თორე ვერ იგებ. და თან კიდე რა არის, ის საინტერესო რომ უცხოელი რო იყო და მაგალითად ქართული ისწავლო. მაინც ვერ გაიგებ. მაინც ვერ გაიგებ. აი ეგ უნდა მოგცეს ეგრევე. იმენა დნმ-ით ქართველი თუ არა ხარ ვერ გაიგებ. და როგორი ფლექსია ხიცი, ანუ მე რო იუთუბერი ვარ დაუშვათ ხო, ანუ იუთუბერის თავარი ერთ-ერთი უნარი უნდა იყოს ფლექსი. ანუ ნებისმიერი სიტუაციიდან ისე უნდა იყო რა. და ყველაზე დიდი ფლექსი რაც მინახავს ეგეც ვეფხისტყაოსანშია. თავიდან ისე იწყებს რომ ეხლა არსებობენ სხვა პოეტებიო, მაგრამ მაგათმა ვარიციან. ეხლა უნახეთ რომ მე დავქნავ. მე დავქნავ ნახეთ.